დიდი პატივისცემა გამოხატოთ მათ უნდა. ამჯერად მინდა კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ ქართველი მეფე ვახტანგ მეექვსე, რომლების მეფობის ხანა გამორჩეული იყო საქართველოს ლიტერატურული ამორჩენების დაწყებით. მოგეხსენებათ, რომ დიდებულ მეფეს კიდევ უფრო დიდებული აღდგენი ჰყავდა სულხან საბამობელიანი, რომელმაც შეამკო ვახტანგ მეექვსე ჩინებული სიკვდილით. ჩვენი წარმოდგენა სწორედ მათ უნდა მივიღოთ. ჩემო ვახტანგ, შენ გახდები ძლომოსილი და ერთგული მეფე ქვეყნისა. რამე თუ შემოსები ჭკუითა და უხვსით. გულმოდგინე და მოსმე ჩემს აღდგენას და მივიღებ მისგან შევადარიგებებსა და ცნისა. ვახტანგ მეექვსე დიდი ინტერესი იჩენდა ისტორიის მიმართ და დიდებულის წერალის სიამოვნებით აცნობდა მას ქართველ მეფეებს. ფარნავაზი იყო პირველი მეფე ქართლსა შიდა ქართლოსის ანათესამთაგანი. ამან განაბრძოლა ქართული და არ ხარა ის რა ხებოდა სხვაენა ქართლსა შიდაწვდიე ქართულისა და ამან შექმნა წიგნოდება ქართული.
მან ჩახერგეთ ხსები უკან დასახელი და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი, ძნევა ისაჭირო. დავით თამაშებელმა მეფემან შეუყვანა. შეძლო იმ დროინდელი წლის გამდენა ქვეყნიდან და მოიპოვა გამარჯვება დიდგორ საზრდან. თვითონ დაუთებე ხალხს უშევდა სწავლის სიყვარულს შრებულ მაღაზიას. ჰქონდა დიდებული ბიბლიოთეკა და კითხულობდა ოდესაც სამის საქმეები და მოცილი იყო. ნადირობისა ლაშქრობის დროსაც კი თან დაჰქონდა ბიბლიოთეკა. თავის მონასტირობდა კათოლიკეები. გამსწორებული იყო მოყვასის სიყვარულით. მუდამ ხალხის გეფუძნებაზე ზრუნავდა. ამასთან ერთად ძალიან უყვარდა ღვთისმსახურება. ამის გამო ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მართლმოსილი მეფე დაკრძალულია გელათის მონასტერში, რომელიც საოდვე აღაშენა ღვთაისახვას. ქართველმა ხალხმა შეიყვარა ღვთისმოსამეები, რამაც აღმოჩენებელი მისები მოცილი ყოფილა დავით აღმაშენებელი. მეფეს რომ გააყოლეს. საჭიროა მეფე იყოს თავმდაბალი, რამაც უარ გადადგულდეს და ვეღარა შეძლოს ქვეყნის სამართვა ბნიმად. ფეხი დამატკით, გულზე დამატკით ფეხი ყოველდღე. წყალობა ყავით. საქართველოს ყოვლის მყრობელმა ვისურვე დავით. ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნები. ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები. ღირს მსახურობდი ქართულ მიწათმოქმედში. რა იგადარდებს? გასწიეგინი ყოფსი და დარბანდა. ნუ თუ ეს მაღალთა თანმდაბლობა. ოდით და ოდით. თუ ცოდვილი ხარ მაშინ მეფეო, რა გაქნან ცოდვილთ? სული სიმშვიდის ვერსით მპოველთ. ფეხი დამატ, გულზე დამატკით ფეხი ყოველდღე. შენი ხიდებით აშუქებთები, შეცნა მაგას ვერდი გავდე. ხმლით გადაწყვიტე შენ საქართველო, დარბანდიდან კიდის პაუნდე. თვით უმორჩილოს მას დასტეთქები, შეაბრი კიდის კარი დარიალს. შენგან დადგმული ქვაკუთხედები ახაც ისევე დაუმძარია. შენი ნამუხლის ჩაცხეობებში, შენი სახელი ვისარაელოცა საკუთარ შუქით გამოუზარდებული ეხმარიტელის დედავს. შენი ხელთქმნილი არის სამშობლო, ვინ დაგეწონა ძველად რომელიც, ბრძენი შენები განგებიანი, შენები მხედარი და უგროვანი. ლომო აღმგარო სამშობლოსათვის,
დროშა ძლევს სამყაროხლებელი. ვინ გადახვეწა ცხენი შენს მახვილს, რომელი ჩვენი მაოხრებელი? არაბიელი, თურქმანი, სპარსი დაუწმოჭამა ჩვენი ქვეყანა. შენს მკლავს მალაწყვილ საზღვართა გარე როგორც ზღვის ქვიშა გადაეყარა. ამჭრის ჩხერაში ხმალთა ელვაში მზერდი მომავალ შორს გამხადარი. და იდექს მეტად საქართველოს ვებხვებთიანი ნარგლის მხედარი. რომელმა შექმნა სამყარო ძალითა მისლიერი სეგად მოარსნის სული თაყვა ზეცი მონადერი ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ხალხი სახითა მისლიერი ძალზე მოვიხიბლე ამ ლექსის სილამაზე და სინათლე. კიდევ წავიკიდე. ვარცხთან ეხთავი დადგა, ზე სწორად მოეფილების. ძიძთა და წვილთა წყალი, შენსა ნუ მოგეწყილები. უხვი ახსნილსა და აბამს იგი თვითების ვინების. უხვად გასცემდეს ღვათაცა, შესდის. და გაეძი იგი თვითების ვინების უხვად გაეცის ღვათაცა შესდის და გაედინებს ვინ არ ყოფილა მიჯნური ვისაც სახმელნისდებია ვის არ უნახავს პაკიჟი, ვისთვის ვინ არ აბნდებიან ვითხარ უსახორა ქმნილა, სულია და მოხდებიან ხომიცი ვარდი უიღლო, არავის მოუხერდიან მოწყალენ და დიდარმა მეფემ, როდესაც დაბერდა, შვილს მეფობა ობოძა და უიხსნა. შვილო ჩემო, ამიერდა შენი მეფე, მაგრამ სანამ მოვხდები, ჩემ სალაურს ხელს მოახდე, როცა მოვხდები, ლახაკებს დაუვიდე. შვილმა მოусმინა მამას და დაიწყო მეფობა. ისეთი სამართლიანობა და სიკეთე გამოიჩინა, რომ მამის მეფობა ყველას დაავიწყდა. დღესით ის ცხენზე არ ჯდებოდა. ღამით ლამპარს წინ კი არ გაემძლევრებდა, უკან მიდევნებდა. მისი ამბორის აქციელი ყველას ძალიან უყვარდა, თუმცა თქმას ვერავინ ბედავდა. ერთ დღესაც მამამ შვილის მეფობის ამბავი მოიკითხა და გაუგო თუ არა უკან მიდევნებული ლამპრის ამბავი შვილი დაიბადა. შვილო, შენი ქება დიდება მესმის, მაგრამ თუ ამიციანული გიყვარს, მაშინ ლამპრის უკან მიდევნებას წინ გაძღოლა ჯობია. ის აქამდე მინდოდა მეფა, მაგრამ ეს შემოგაბარდა. ეს იმისთვის ვქენი, რომ ის ჯობს სალაროს სიცოცხლეში წინ წაიმძღოლა და ლახაკებს უბოძა. თორემ სიცოცხლის მერე გაცემული უკან მიდევნებული ლამპარი მიგიხსნა. ეა მამა ფეშვილის სიტყვები, ყველაფერი გასცა.
დაუმატო შვილს და თქვა: უმჯობესია ადამიანმა სიცოცხლეშივე მოიმოქმედოს სიკეთე და სიკეთის ხმა გაათქმოს. განსაკუთრებით მოიხიბლა ვერცხლის წყალში. არ ბესდებოდა დიდებული პოემის მოსმენი. ამას ვაკეთებ მეფესა სისხლისას ნებდანხეული თქვენი ქებანი დისმე მელნად ვიხმარე გირში და ყალბად მენარხეული ვინცა ისმინოს და ესვას ლახვარი გულსახე ძალზე მოვიხიბლა ლექსის სილა როცა გავიწყდები აუცილებლად დავბეჭდა მას რამე თუ წაიკითხოს ბევრმა ადამიანმა და ეზიარა შოთა რუსთავის სიბრძნეს მისი გამეფების შემდეგ მან ეს ძლიერი სამეფო კიდევ უფრო გააძლიერა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სახელმწიფოდ აქცია. თამარი 20 წლის გამეფდა. მის გამეფებას ხალხი დიდი სიხარულით შეხვდა. დიდგვაროვნების მხრიდან კი აჯანყება მოახდინა. თამარმა აჯანყებულების მოსალაპარაკებლად 2 ღირსშესანიშნავი ქართველი მანდილოსანი მიუგზავნა. მართლაც, მანდილოსნებმა შეძლეს აჯანყებულების დაშოშმინება და ამით ქვეყანას დიდი სისხლის გაააციეს. როგორც ღვთისმოყვარე გურგუნოსანი, თამარი დაუწყლმა იბრძოდა ქრისტიანების გაძლიერებისთვის. მან მრავალი ეკლესია თუ მონასტერი ააშენა. ამავე დროს ბრუნავდა ქრისტიანობა გაევრცელებინა მთელს კავკასიაში. თამარი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას და მწიგნობრობას. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ ამ დროს დაიწერა მეფის ტყავსანიც. თამარი იყო მოსიყვარული დედა თავის ხალხისა. მისი მეფობის დროს ქვეყანა გამყარდა, გაძლიერდა და მოსახლეობა გაიზარდა. იმ დროს საქართველოს სხვა მეზობელი ხალხები ემორჩილებოდნენ. თამარის საბრძანებელში 8 მილიონზე მეტი მცხოვრები იყო. თამარი გარდაიცვალა 1213 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ ხალხმა იგი წილად აღიარა.
ქვეყანას გორიდან გორის პირადა წერან რომ ჩალა დარგაჩიდა ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში ქართველ ქალთა ვნახე კრება გეფიცებით მისი ნახვა ახლაც ისე მერატრება აღწეით და თამარ მეფე მომხიბლავი ეშხიანი მარცხნივ გაჩინაჩინი მარჯვნივ ნესტან დაეჯანი გარსეხვიენ სხვა ქალებიც როგორც თვარეს ვარ პროთლება ცად-სარკე და ყველა ერთად სიცოცხლე დაეტარება შემოვიდა რუსთაველი სულნათი და მგოსანი ხელში ეყრა მოწიწებით მისივე ფრის ტყაოსანი თაყვანისცა სწორუპობას მისცი მუხლი მოიღა გაიღიმა ტახტზე ჯდომმა და ცრემლები გადმოვა მზის ტაიჭის ძარი იყო უცნაური ისღიმი და თვითგრძნობის ორჭოფობაც ცრემლში იყო ჩალისი მასაც გოლის თანახმობა გულში ეთბა როგორც ქალსა მაგრამ უნდა დაეჭირა თავი როგორც დედოფალსა ბრძანაკ მარტო ვერ გადვიხდი როგორც მეფე დღეს შემცვალსა უხდავების მოსახვეჭად მიგაპირებთ მიმამალს მიუბრუნდა მერე იქ გომნეს ანსადან თინათისა თქვენ გილოცავთ ამ ქვეყნილ სიყვარულს და შვებალხილსა გიანდერძეთ საქმრად ყველას წარიელს და ავთანდილსა რომ ქართველ მირად გავუზერდი და შვებიშვილს ეს რომ ძანა ნათელს ვეტად გადმოეშვათ შარკელა აიტაც მაშუკი და მას გაყვათ არ მეყველა მე კი დავრჩი შემეშინდა მიმოვავლე გართვალები და რა ვნახე იმას რასვას სხვა ხალხი და სხვა ქალები არც თამარი არც თინათი აღარც ნესტანდარი აღარც ერთს აღარ ეთყოდა ქართველის რამეში გული დამწყდა გამეღოდა ნაღლიანად გამეცნა თქვენ ნეტავარ მეხა საუკუნო დამეწინა მოყარეს დაამხანაგდა თავის რიგით რამე აგოს სახელისხე საჩქილებლად პირსა სამე გასოს ვახტანგ მეექვსემ კარგი განათლება მიიღო თავის თვითის გიორგი მეთეთრედის კარზე სადაც მისი ათწლედი იყო დიდი ქართველი მოაზროვნე სულხან-საბა ორბელიანი რომელსაც მას თუნებთან ერთად ეროვნული იდეალების ხარჯობიერებინა. ვახტანგ მეექვსეს უნივერსალური სწავლულიც შეიძლება ეწოდოს, რომელიც თავის დროის მეცნიერების სხვადასხვა სფეროს კარგი მცოდნე იყო. 1709 წელს პირველი ქართული სტამბა ამოქმედა, სადაც დაიბეჭდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი ძეგლი. პირველად ამ სტამბაში დაიბეჭდა სახარება. 1712 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა შოთა რუსთაველი